აქტიური პროცესით სექტემბერში იმართება მოდის კვირეული ნიუ-იორკში, რომელიც არის ძალიან საინტერესო ტურისტებისთვის, ასევე დიზაინერებისთვის, მოდელებისთვის. მოგვიყევი რა პროცესში ხარ ახლა და გითხარი ის მოდის კვირეულები, სადაც შენ გექნება წამყვანი ფუნქცია და როლი. პირველ რიგში მოგესალმებით თეა. რაც შეეხება ნიუ-იორკის მოდის კვირეულს სექტემბრის თვე, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის იმენა ძალიან დიდი ესეთი მომზადების პერიოდი. ხო და ჩვენ უკვე დავიწყეთ მომზადება, გვაქვს კასტინგები, ვირჩევთ მოდელებს. მე ძირითადად მუშაობ New York Fashion Week-ზე, Style Fashion Week-ზე, Couture Fashion Week-ზე, World Fashion Parade. და რა ვიცი, აი მაგ გადარბენები ერთი კასტინგიდან მეორე კასტინგზე, ვირჩევთ მოდელებს, გვაქვს კასტინგები დიზაინერების და მე ძირითადად შარშან ვიმუშავე Calvin Klein-თან, Brandon Maxwell-თან, Melanie Branton-თან, ესენი არიან წამყვანი ცნობილი დიზაინერები და წელს ისევ მიწევს მაგათთან თანამშრომლობა და ძალიან მიხარია. შენ როგორ ჩამოყალიბდი აქ ნიუ-იორკში, როგორ მიაღწია ამდენს, რომ უკვე 4 წამყვანი მოდის კვირეულის ართ-დირექტორი ხარ? ხო, აი არ ვიცი, მეც ალბათ მოვინდომე ძალიან და ჩვენ ქართველები, როგორც მოგიხსენება, ძალიან ნიჭიერები ვართ, ძალიან წარმატებულები ვართ და ალბათ რა ვიცი, სწორ დროს აღმოჩნდი სწორ ხალხთან და ნუ რა თქმა უნდა, ესე იოლი არ იყო, ყველაფრის მიღწევა ძალიან მოვინდომე, ძალიან ვეცადე და გამიმართლა ალბათ. აი არ ვიცი როგორ გითხრათ. მე გავიარე რაღაც გარკვეული კურსები Fashion TV-სთან, Michelle Adams-თან, 6 თვიანი კურსები იყო. და რა ვიცი, აი ვიმუშავე, ეხლაც მუშაობ 15 წელიწადი არის ვარ ლიცენზირებული Fashion TV-ის წარმომადგენელი, ვიმუშავე მილანში, ვიმუშავე ბელგიაში, ბერლინში, თურქეთში და გარკვეულ სხვადასხვა ქვეყნებში. Fashion TV-სთან მქონდა Fashion TV-ის ივენთები, Fashion Week-ები და ძალიან ბევრი გადაღებები Fashion TV-ის არხისთვის. Fashion Week-მა მე რაც მომცა ეს არის აი ძალიან ბევრი კონტაქტები, ძალიან ბევრი სელებრიტები, ძალიან ისეთი კარგი ხალხი გავიცანი, რომლებიც აი დაბოსიმ ევროპაში რო ცხოვრობდი, საქართველოში რო ცხოვრობდი, მე ვერ წარმომედგინა თუ ოდეს მე გაგასთან, კუბა დუბინთან, არიანა გრანდესთან, სინდი კროუფორდთან თუ მოხვდებოდი და უცებ აღმოჩნდა ისე რომ ჩამოვედი და პირველივე წელს, პირველივე სეზონი მაგ Brandon Maxwell-ის შოუ ვამზადებ სცენას, მაგ რეპეტიცია და უცებ ბექსტეიჯიდან გამოდის გაგა და რაღაცა ჩვენი შეხვედრა იყო აი ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა მოხდა, რა ენერგია იყო, უბრალოდ რომ დამინახა გაგა, მე კი ვიცოდი გაგას ველოდებოდით, რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ უნდა მოსულიყო, მაგრამ ის პერიოდი მე მქონდა რეპეტიცია და უკანა მხრიდან შემოიყვანეს, ანუ კულისებიდან შემოვიდა გაგა და რომ გამოვიდა ბექსტეიჯით გამოვიდა და უცებ ისე მოხდა რომ შევეფეთეთ ერთმანეთს რა და რომ დამინახეს ხელები გაშალა და იმენაც ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ძალიან ისეთი სასწაული შეხვედრა ვქონდა და პარტი, ავთორ პარტი, მე გაგასთან პრივატ პარტი და ნუ მაგის მე რა ვიცი ესე და სადაც გაგას უთხარი რომ იყავი საქართველოსთან. ხო, გაგამ ვერ გაეგო ეგონა რომ ატლანტიკ ჯორჯია და რაღაც და მე ვუთხარი რომ ესეთი პატარა Republic of Georgia და ესეთი ხალხი ვართ ნიჭიერი და ძალიან ლამაზი კუთხი შვილები და ძალიან ცოტანი სამწუხაროდ. და ეხლა უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს რა თქმა უნდა საქართველოზე და რა ვიცი, უყვარს ქართველი ხალხი, ეს ალბათ ჩემი დამსახურებით, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კაი მეგობრობა დაგვეწყო და ეხლა ყოველდღიურად არ ვხედავ რა თქმა უნდა, მაგრამ კონტაქტობ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი შოუ გავაკეთე და ძირითადად ვცდილობ რომ დავეხმარო, დაუდგე გვერდით ჩვენს ქართველებს, იმიტომ ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი დიზაინერები, ძალიან ლამაზი თაობა იზრდება, ახალი თაობა, ჩვენი მოდელები ძალიან ლამაზი ბავშვები არიან. რა თქმა უნდა, მე მყავდა და მყავს ქართული მოდელები, რომლებსაც ვეხმარებით, რომლებიც გამოდიან Couture Fashion Week-ზე, Style Fashion Week-ზე, მყავდა ჩამოყვანილი ქართული დიზაინერი ნატო გაბეჩავა. და რა ვიცი, ნუ სიმართლე გითხრათ, ეხლა მე ძირითადად ქართულ მარკეტზე არ მუშაობ და საქართველოსთან არ მაქვს ისეთი დატვირთვა, რომ ჩამოვიყვანო დიზაინერები, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ვინმეს დაინტერესებს და სურვილი გაუჩნდება, მე ყველანაირად მომმართავ, ხელს ყველანაირად დავეხმარები. დიდი მადლობა, დიმა. ძალიან დიდი მადლობა. და წარმატებებს გისურვებ.